დაბადება. თავი 29. ადგა იაკობი და აღმოსავლეთის ძეთა ქვეყნისაკენ გაემართა. ხედავს, ველზე ჭა და იქვე ცხრის სამი ფარაწევს, რადგან იმ ჭიდან რწყულდებოდა ცხვარი, ხოლო ჭის პირს დიდი ქვა ახურავს. იქ გროვდებოდა ყველა ფარა, გადააგორებდნენ ქვას ჭის პირიდან და წყალს ასმებდნენ ცხვარს, მერე კვლავ აბრუნებდნენ ქვას ჭის პირზე. ჰკითხა მათ იაკობმა, სადაურები ხართ ძმებო? უპასუხეს, ხარანელები ვართ. ჰკითხა, ლაბანს თუ იცნობთ, ნახორის ძეს? უპასუხეს, ვიცნობთ. კვლავ ჰკითხა, ჯამრთელადაა? მიუგეს, ჯამრთელადაა. აჰა, რახელიც, მისი ასული, ცხვარს მოჰყვება. თქვა, ჯერ ისევ დღეა, საქონლის შეკრების დრო არ დამდგარა, ცხვარი დაარწყულეთ და წაასხით საძოვრად. უთხრეს, ვერ შევძლებთ, ვიდრე ყველა ფარა არ შეიყრება და ქვას არ გადააგორებენ ჭისპირიდან, მაშინ დაბარწყულებთ ცხვარს. ჯერ ლაპარაკი არ დაესრულებინა, რომ მოვიდა რახელი მამამისის ცხვართან ერთად, რადგან იგი მწყემსავდა მას. და როდესაც დაინახა იაკობმა რახელი, თავის დედის ძმის, ლაბანის ასული და მისი ცხვარი, მივიდა, ჭისპირიდან ქვა გადააგორა და დაარწყულა ბიძამისის ცხვარი. აკოცა იაკობმა რახელს და ხმამაღლა აქვითინდა. უთხრა იაკობმა რახელს, რომ იგი მამამისის დის, რებეკას შვილი იყო. გაიქცა რახელი და შეატყობინა მამას. როცა გაიგო ლაბანმა თავისი დისწულის, იაკობის მოსვლის ამბავი, წამოვიდა შესახვედრად, გადაეხვია, გადაკოცნა და სახლში წაიყვანა და უამბო ლაბანს ყველაფერი. უთხრა ლაბანმა, მართლა ჩემი ძვალთაგანი და ხორცთაგანი ხარ და ცხოვრობდა მასთან იაკობი ერთი თვე. უთხრა ლაბანმა იაკობს, ნუ თუ უფასოდ უნდა მემსახურო იმის გამო, რომ ნათესავი ხარ ჩემი, მითხარი რა არის შენი საზღაური. ორი ქალიშვილი ჰყავდა ლაბანს, უფროს ლეა ერქვა, ხოლო უმცროს რახელი. ლეას სუსტი თვალები ჰქონდა, რახელი კი მშვენიერი იყო ტანად და ლამაზი სახით. შეუყვარდა იაკობს რახელი და უთხრა ლაბანს, 7 წელს გემსახურები რახელისათვის, შენი უმცროსი ასულისთვის. უთხრა ლაბანმა, უმჯობესია შენ მოგცე, ვიდრე სხვას, იცხოვრე ჩემთან. 7 წელი იმსახურა იაკობმა რახელისათვის და მისი სიყვარულით რამდენიმე დღე დაჩვენა ეს დრო. უთხრა იაკობმა ლაბანს, მომეცი ჩემი ცოლი, რადგან გავიდა ვადა და შევალ მასთან. შეკრიბა ლაბანმა იქაური კაცები და ნადიმი გამართა. საღამოჟამს ლაბანმა ლეა თავისი ასული მიიყვანა იაკობთან და შევიდა იაკობი ლეასთან. მისცა ლაბანმა ზილფა, თავისი მხევალი ლეას მხევლად. დაინახა იაკობმა დილით, რომ ლეა იყო მასთან და უთხრა ლაბანს, ეს რა მიყავი, განა რახელისათვის არ გემსახურე? რატომ მომატყუე? უთხრა ლაბანმა, ჩვენში არ ხდება ასე, რომ უმცროსი უფროსზე ადრე გათხოვდეს. გაასრულე ლეასთან ერთი კვირა და რახელსაც მოგცემ იმ სამსახურისათვის, რასაც შემდეგ 7 წელიწადს გასწევ. ასეც მოიქცა იაკობი, გაასრულა ერთი კვირა და ლაბანმაც მისცა მას რახელი, თავისი ასული ცოლად. და მისცა ლაბანმა რახელს, თავის ასულს მხევლად ბილჰა, თავისი მხევალი. შევიდა იაკობი რახელთან, რომელიც ლეაზე მეტად შეუყვარდა და კიდევ 7 წელიწადს იმსახურა ლაბანთან. იხილა უფალმა, რომ მოძულებული იყო ლეა და გაუხსნა საშო, ხოლო რახელი ბერწი იყო. დაორსულდა ლეა, ეყოლა ძე და უწოდა სახელად რეუბენი, რადგან თქვა, იხილა უფალმა ჩემი ტანჯვა, ახლა შემიყვარებს ჩემი ქმარი. კვლავ დაორსულდა და ეყოლა ძე, თქვა, ისმინა უფალმა, რომ მოძულებული ვარ, ამიტომ მომცა ეს ძეც და უწოდა სახელად სიმონი. კვლავ დაორსულდა და შვა ძე, თქვა, ამიერიდან მომეწებება ჩემი ქმარი, რადგან 3 ძე ვუშვი და უწოდა სახელად ლევი. კვლავ დაორსულდა და შვა ძე, თქვა, ამიერიდან ვადიდებ უფალს, ამიტომ უწოდა სახელად იუდა და შეწყვიტა შობა.